Eccoci. Qua Ah, non si perdona niente. Stanno scoppiando il chat, stanno scoppiando la registrazione, stanno ah, urdendo. la registrazione. Ah, ok, ok. Bene, bene, Ecco. perfetto. Ok, quindi vogliamo lasciarvi, come ho detto, qualcosa di importante questa sera. ამ საღამოს იმიტომ ვართ თქვენთან რომ გვინდა რაღაც ძალიან განსაკუთრებული დაგიტოვოთ. Infatti, Giuliano, nel pomeriggio ci siamo sentiti e abbiamo avuto modo un po' di analizzare il meeting di questa sera. მე და ჯულიანო დღეს შუადღეს შევხვდით ერთმანეთს და ცოტა გავაანალიზეთ დღევანდელი საღამოს შეხვედრა. E io stasera volevo dare un titolo a questo meeting, a questa Zoom. მე დღეს რამე სათაური მინდოდა მე მეც ამ ზუმისთვის. Perché alcune persone cambiano vita e altre rimangono ferme? იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებიც იცვლიან ცხოვრებას და არიან ადამიანები, რომლებიც ჩერდებიან სადაც არიან. Sembra quasi una frase fatta, no? Una frase da WhatsApp, dico io, come dico sempre. თითქოს რაღაცა ისეთი ფრაზა ჩანს, ნუ ვიღაცა იცვლის ცხოვრებას, ვიღაცა რჩება ადგილას. Ma questa sera vi voglio parlare di una parola che viene usata continuamente nel mondo della crescita personale. დღეს საღამოს მინდა გესაუბროთ ერთ-ერთ განსაკუთრებულ სიტყვაზე, რომელიც ფაქტიურად ძალიან ხშირად მოიხმარება ზოგადად პიროვნული განვითარების პროცესში, მთელ სამყაროში. Perché vedete, anche queste due parole, crescita personale, tanti ci hanno costruito un oceano intorno. და ნახეთ თუ დაუკვირდებით, აი ამ სიტყვის გარშემო, პიროვნული ზრდის გარშემო ადამიანებმა ძალიან დიდი ოკეანი ააშენეს. Ma prendersi a cura le persone per farle crescere è una grande responsabilità. მაგრამ ოკეანეში გულისხმობდა იმას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ირქმევს, ესე ვთქვათ, მენტორს და ასწავლის სხვადასხვა მეთოდებს. თვითონ ეს სიტყვა, ეს ადამიანის პიროვნული გაზრდა ნიშნავს ძალიან მოეკიდო ადამიანს ძალიან დიდი პასუხისგებლობით და მიაქციო ყურადღება ძალიან დიდი პასუხისგებლობით. Pensate, andiamo a vedere un attimo qual è questa parola bellissima, questa parola importante. და მოდი ახლა ნახოთ, მოვისმინოთ რა არის ეს სიტყვა, ესეთი ლამაზი და ესეთი მნიშვნელოვანი. Una parola che secondo me, però, è stata, come posso dire, completamente fraintesa. ეს არის სიტყვა, რომელიც ფაქტიურად ცოტა არ იყოს მივიწყებულიც იყო. Questa parola, se avete carta e penna, si chiama autoefficacia. თუ გაქვთ კალამი და ფურცელი, შეგიძლიათ ჩაიწეროთ, ეს არის სიტყვა ავტო შესაძლებლობა. ავტო შესაძლებლობა. Stasera cercheremo di fare un meeting molto semplice, დღეს საღამოს გვექნება შეხვედრა ძალიან ძალიან უბრალო, molto pratico, ძალიან პრაქტიკული, ma molto profondo. მაგრამ ძალიან სიღრმისეული. Chi riuscirà a comprendere questo meeting stasera è come che vince al Totocalcio. ვინც ამ საღამოს მიხვდება და ჩაწვდება ამ ზომის მნიშვნელობას, ესე იგი მოიგო ჯეკპოტი, ჩვენ როგორც ვიცახით. E qua mi voglio collegare a un maestro del passato, il psicologo Albert Bandura. და ეხლა მინდა დავკავშირდე ფსიქოლოგთან, ერთ ფსიქოლოგთან, ალბერტ ბანდურასთან. Lui ha dedicato la sua vita allo studio proprio dell'autoefficacia. ამ ადამიანმა მთლიანი ცხოვრება დაუთმო იმის შესწავლას, თუ რა შესაძლებლობა აქვს ადამიანებს, რას ნიშნავს ეს ავტოშესაძლებლობა. Che cos'è l'autoefficacia? და ეხლა ახსნათ საერთოდ რა არის ეს თვითშესაძლებლობა. L'autoefficacia è la convinzione di essere capaci di raggiungere un determinato risultato. და ეს ნიშნავს რას? რომ გქონდეს იმის უნარი, რომ ნებისმიერ შედეგს მიაღწიო. E sapete una cosa? È assolutamente vero.
და იცით, რომ ეს აბსოლუტურად მართალია. Le persone che credono nelle proprie capacità ottengono risultati migliori. ადამიანებს, რომელსაც ჯერათ საკუთარი შესაძლებლობისთვის, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ყოველთვის აქვთ განსაკუთრებული შედეგები. Ma questa frase viene interpretata male. მაგრამ სამწუხაროდ ეს ზოგადად ეს ფრაზა ძალიან ცუდად ითქმის ხოლმე. Perché? Perché le persone pensano che basta credere, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ მთავარია გჯეროდეს. che basta ripetersi certe frasi. რომ მაგალითად საკმარისია გაიმეორო რაღაც ესეთი ფრაზები. Io posso, მე შემიძლია, io ce la farò, მე აუცილებლად შევძლებ, io sono migliore, მე საუკეთესო ვარ, io sono una campionessa. მე ვარ ჩემპიონი. Ragazzi, aprite bene le orecchie adesso, eh? Dovete stare con le antenne così, guarda, come i grilli. ეხლა კარგად დაცქვიტეთ ყურები და ძალიან ძალიან ყურადღებით მოისმინეთ. La convinzione non nasce dalle parole, eh? ეს თქმულება არ იბადება სიტყვებიდან. La convinzione nasce dalle prove. Scrivetevelo, dalle prove. ეს არის გამოცდილებიდან, ცდიდან და გამოცდილებიდან მოდის. და არა სიტყვებიდან. Pensate a un chirurgo. წარმოიდგინეთ ერთი ქირურგი. Lui diventa sicuro di sé perché ha operato centinaia di volte. ექიმი დარწმუნებული არის საკუთარ შესაძლებლობებში, იმიტომ რომ იმ ადამიანმა უკვე ასობით ოპერაცია გააკეთა. ხოლო მაშინ ხდება დარწმუნებული თავის თავში. Io sono un grande appassionato di Formula 1. მე ძალიან მიყვარს ფორმულა 1. Un pilota di Formula 1 affronta una curva a 300 km orari. ვინც ატარებს ფორმულა 1-ს მოსახვევში გადის quanti orari? Cosa hai detto? Ripeti, scusami. 300 km orari. 300 km/h. Perché ha migliaia e migliaia di ore di allenamento. Migliaia. იმიტომ რომ აქვს ათასობით საათი ნავარჯიშები. Sappiate che la convinzione è il risultato della competenza. Scrivetevelo, è il risultato della competenza. და დაიწერეთ, რომ რწმენა არის ყოველთვის შედეგი თქვენი ვარჯიშის, თქვენი ქმედების. Perché nel nostro settore, nel settore del network marketing, tante persone perdono la fiducia? რატომ არის რომ network marketing-ში ძალიან ბევრი ადამიანი კარგავს ნდობას? Perché cercano la fiducia negli altri, attenzione, cercano la fiducia negli altri senza costruire la competenza. იმიტომ რომ ეძებენ ნდობას სხვა ადამიანებში, იმის გარეშე რომ თვითონ შექმნან რაიმე. Infatti Bandura chiamava questa esperienza Master Experience. და აი ამას თვითონ ეს ბანდურა ეძახდა Master Experience სარებელ maestro di გამოცდილების მასწავლებელს. Okay, ჭისტო. La fiducia cresce dopo aver fatto. ნდობა ყოველთვის იზრდება შემდეგ, როცა რაღაც გააკეთე. Ed ecco che qui entra anche Alpha 7. და აი ზუსტად იმიტომაც არის აქ რომ შემოდის Alpha 7. Noi non vendiamo informazioni. ჩვენ არ ყიდით ტრენინგებს. Perché? Voi non siete dei networker. Non siete dei collaboratori. Voi siete delle consulenti.
იმიტომ რომ თქვენ არ ხართ ნეტვორქერები და არც უბრალოდ კოლაბორატორები, თქვენ ხართ ჩვეულებრივი კონსულტანტები. Ecco che noi costruiamo un'identità. და ჩვენ ზუსტად ადამიანებს საკუთარ პიროვნებას ვაცნობთ. Perché io vedo tantissime Zoom, tante Zoom, ma sono Zoom informative. მე ხედავ და ვესწრები ძალიან ბევრ ზუმებს, მაგრამ ესენი უბრალოდ საინფორმაციო ზუმებია. Le Zoom informative riempiono la testa, creano confusione. საინფორმაციო ზუმები ძალიან ხშირად ურევენ ადამიანებს უქმნიან კონფუზიას. È la formazione che cambia il comportamento della persona. და ზუსტად ეს სწავლა არის პროფესიონალური სწავლა, რომელიც ადამიანს უცვლის ამა თუ იმ რაღაც მოქმედებას. È la pratica che cambia le persone. და პრაქტიკა არის, რაც ადამიანებს ცვლის. Io so che alcuni di voi hanno fatto Leadership Start l'anno scorso insieme a noi, sempre nel periodo di agosto a Tbilisi. მე ვიცი რომ უკვე ბევრმა თქვენგანმა გააკეთეთ ეს კურსი შაშან აგვისტოში თბილისში. E noi lì abbiamo insegnato il contatto diretto და ჩვენ მაშინ ვასწავლეთ პირდაპირი კონტაქტი. per crearsi dei nuovi collaboratori diretti. იმიტომ რომ ახალი კოლაბორატორები მოიყვანოთ თქვენი პირდაპირები. Ma chi di voi lo fa veramente costantemente questo contatto diretto? მაგრამ ეხლა მე მინდა ვიცოდე, რამდენი თქვენგანი ხართ, ვინც ამას ყოველდღიურად აკეთებთ? Capite dove voglio farvi arrivare? Io non posso costruire un'identità e una competenza se ne faccio uno al mese. მე არ შემიძლია შექმნა ჩემი პიროვნება მხოლოდ იმით, თუ მხოლოდ თვეში ერთხელ ვაკეთებ რაღაც მოქმედებას. Non è possibile, ragazze. შეუძლებელია. Ma voi vi fareste operare da un chirurgo che fa un taglietto e un puntino una volta all'anno? თქვენ მიხვალთ და იქცეთ ისეთ ქირურგს, რომელიც წელიწადში ერთხელ პატარა ჭრილობას ოპერაციას უკეთებს. Mia figlia, prima di far nascere un bambino, ჩემი შვილი სანამ პირველად დაბადებდა ერთ ბავშვს, მეანია დენისის შვილი. 3 anni di studio 3 წელი ისწავლა e 3 anni di tirocinio. და 3 წელი პრაქტიკა სტაჟირებაზე იყო. Minimo 40 parti მინიმუმ 40 მშობიარობა per poter poi dare la tesi per la laurea. მინიმუმ 40 მშობიარობას დაესწრო ამ ყველაფრის შემდეგ, რომ აიღო განათლება ამ ლიცენზია ამ საქმეში. 3 anni di studio e 3 anni di pratica per far nascere un bambino. 3 წლის სწავლა და 3 წლის პრაქტიკა მხოლოდ იმისთვის, რომ მხოლოდ ერთი პირველი ბავშვი დაებადა. È così che tu crei un'identità e una competenza. აი ზუსტად იმიტომ მოგიყვანით ეს მაგალითი, რომ გაჩვენოთ აი ზუსტად ამ მოქმედებით ქმნით თქვენ საკუთარ იდენტურობას. Io devo essere sincero con voi. მე თქვენს წინაშე უნდა ვიყო აბსოლუტურად მართალი. Ci sono persone che credono che con 4 nomi e 4 profumini diventare milionari. არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ 4 სუნამოთი და იმის გაყიდვით გახდებიან მილიონერები. Ragazze, non funziona. არ მუშაობს ეს. Perdete la fiducia. Capite quello che vi ho detto all'inizio? Perdete la fiducia უბრალოდ ამით ნდობას დაკარგავთ. e si molla. და ზუსტად ამიტომ ნებდებიან ის ადამიანები ნეტვორკში. Ecco perché è fondamentale la formazione per creare il comportamento. და ის ზუსტად ამიტომ არის სწავლა და განათლება საჭირო, რომ შექმნათ ზუსტად ის მოქმედებები, რაც სჭირდება. E l'identità del consulente. რაც სჭირდება იდენტურობას კონსულენტის. Quando avete preso la patente, quando avete imparato a guidare, la patente non vi ha reso dei guidatori. თქვენ როდესაც ისწავლეთ და მოგცეს თქვენი მართვის მოწმობა, მართვის მოწმობას არ გაუხდიხართ თქვენ ძღოლები. Le ore che avete passato al volante in macchina ძღოლები გახდით, იმიტომ რომ ბევრი საათები გაატარეთ მანქანასთან. vi ha reso delle guidatrici.
Ho chiaro già io. detto perché noi maschili e femminili non ce l'abbiamo, quindi ho detto uno. Ah, perfetto. Quindi la pratica trasforma in teoria, la pratica trasforma la teoria in abilità. Porca la Giusto. miseria, in abilità. Dovete Come, diventare abili a fare anche un contatto diretto, un colloquio di vendita, un colloquio di inserimento. Abili. come devo tradurre? Porca miseria, faccio Ma non lo ingiunzione so io, così. inventati qualcosa. No, scherzo. და ზუსტად პრაქტიკა არის, რომელიც თეორიას გაყენებინებს, თეორია პრაქტიკაში გაყენებინებს აბსოლუტურად რაღაცა გარკვეულ მოქმედებებს, რომელიც ხდის მერე უკვე ამ საქმეში, ქმნის შენს იდენტურობას ამ საქმეში პროფესიონალს, იმ ლაპარაკი, კომუნიკაცია, გაყიდვა და ყველაფერში აბსოლუტურად. ბევრი პრაქტიკაა საჭირო თეორიის ცოდნის. Perché l'abilità poi diventa sicurezza. და ზუსტად ეს უნარი არის, მე რაც უკვე თქვენი ეს დამაჯერებლობა ხდება. La sicurezza, la, la, come posso dire, mannaggia, e la conseguenza, ecco la parola, la conseguenza della sicurezza sono i risultati. და ზუსტად აი ამ დამაჯერებლობის შედეგი არის აი თქვენი შედეგები. E cosa fanno i risultati? Creano l'identità dell'individuo. და რას აკეთებენ ეს თქვენი შედეგები, თქვენი პირადი შედეგები თქვენს იდენტურობას ადასტურებენ. Ragazze, vi è chiaro? Fino a qua? Se no ყველაფერი ricomincio, eh? ყველაფერი ნათელია აქამდე დაწერეთ ჩატში, თუ არა გაიმეორებს ყველაფერს რაც თქვა. Datemi qualche cenno perché vi vedo che vi state guardando come i gufi. Stanno scrivendo. Sì, sì. Perfetto. Yes. È fondamentale questo, eh? ეს არის ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის ფუნდამენტი ჩვენი საქმიანობის. Perché guardate che tutte le persone sono capaci, tutte. ყველა ადამიანს აქვს აბსოლუტურად უნარი რომ გააკეთოს მიაღწიოს ნებისმიერ შედეგს ყველას. Quando una persona mi dice io non sono capace, io le dico vai a pescare, non lo so, va a pescare per non dirti qualcos'altro. ვინმე ადამიანი რომ მოდის ჩემთან და მეუბნება მე არ შემიძლია ამის უნარი არ მაქვს, ეუბნები არ არის პრობლემა, წადი სათევზაოდ, ან მაგალითად ვაგზავნი სხვა ადგილას. Pensate, non so se l'avete già sentito, nel 2007 un ragazzo americano ingerì 2007-ში delle capsule, 2007-ში ურაგაც ამერიკანო ქოზა ha ingerito delle capsule ერთმა ერთმა ბიჭმა 2007-ში მე მგონი არ დავკარგე კაფსულები per una sperimentazione clinica. რაღაცა კაფსულები გადაყლაპა რაღაცა ექსპერიმენტები უნდა ჩაეტარებინა. Praticamente l'hanno portato in ospedale in gravi condizioni. რა თქმა უნდა უცებ გააქციეს საავადმყოფოში, იმიტომ რომ ძალიან ცუდად გახდა. Poi i medici scoprirono che faceva parte di un gruppo placebo. Cosa sarebbe placebo? Placebo, Stefano, com'è che si può dire il placebo? Cioè una cosa che non esiste, che tu te la immagini in testa, Ah, ok, a posto, ci sto. giusto? È una Sì, cosa ok. che tu ti immagini. Ok. და მე ექიმებმა ეს დაასკვნეს, რომ ეს ყველაფერი იყო აბსოლუტურად არა ექსპერიმენტებისთვის, არამედ უბრალოდ იმას ეს რაღაცა წარმოსახვევი ქონდა, ისეთი რაღაცების, რაც არ არსებობდა. Beh, pensate che queste capsule praticamente erano soltanto zucchero. წარმოიდგინეთ, რომ ეს კაფსულები იყო მხოლოდ და მხოლოდ შაქარი. Quando il ragazzo lo ha saputo, როდესაც ამ ბიჭმა ეს გაიგო nel giro di pochi minuti è tornato normale. და რაღაცა ძალიან მცირე წუთებში დაბრუნდა ისევე როგორც საღი. Pensate, le sue convinzioni avevano modificato il suo corpo. და წარმოიდგინეთ თავის წარმოსახვა, ეს თავისი რაღაცა ესეთი რწმენა იმხელა ძალა მისცა, რომ ფაქტიურად შეცვალა ეს თავისი მთელი ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა. მხოლოდ Quindi წარმოსახვა. immaginate
cosa può fare una convinzione costruita sulla competenza. და წარმოიდგინეთ, რამხელა რაღაც შეუძლია რწმენას, დაქვედავამატებ დღეს მზია მილაპარაკ ამაზე, რამხელა რაღაც შეუძლია წარწმენას, თუ თქვენ ამას აი ნამდვილად მიუდგებით ისე, როგორც არის თქვენს მოქმედებებში. Per questo che io e Giuliano insistiamo molto nella formazione e nella pratica. და ზუსტად ამიტომ არის მე და ჯულიანო რომ აი ყოველთვის ვაწვევით იმას, რომ ძალიან ძალიან დიდად მნიშვნელოვანი არის სწავლა და განსაკუთრებით პრაქტიკული სწავლა. Ogni colloquio di vendita, ნებისმიერი შეთავაზება გაყიდეს, ogni contatto diretto, ნებისმიერი პირდაპირი კონტაქტი, ogni presentazione, ყოველი პრეზენტაცია, ogni onboarding, ყოველი onboarding-ი, ogni Zoom, ყოველი Zoom-ი, anche ogni obiezione gestita. ყოველი წინააღმდეგობა გადაწყვეტილი. Ogni conversazione che fate ნებისმიერი დიალოგი, რასაც ყველაფერს აი ეს ყველაფერი რაც ჩამოთვალე, რასაც აკეთებთ, sono prove che costruiscono la vostra identità. აი ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად იმის მაჩვენებელი და იმის დამხმარე, რაც თქვენ გიქმნიან თქვენს პიროვნებას, თქვენს იდენტურობას. E il più grande errore che fanno l'80% dei networker è che aspettano di sentirsi pronte. და 80% ნეტვორკერების რასაც აკეთებენ შეცდომას, ეს არის ის, რომ ელოდებიან, როდესაც იქნებიან მზად ამისთვის. Ripeto, non di consulenti, dei networker. ანუ მე არ ვსაუბრობ ეხა კონსულტანტებზე, მე ვსაუბრობ ნეტვორკერებზე. ნეტვორკერები უშვებენ ამ შეცდომას. Funziona all'incontrario. არადა მუშაობს პირიქით. Inizi, dai tutto gas, migliori e poi diventi brava. ანუ როგორ ხდება ყოველთვის, ყველაფერი შემოტრიალებით იწყებ, მისცემ თლიანად გას, ისწავლი და გახდები საუკეთესო. Per questo vi invito veramente a prendere una decisione dentro di voi. აი ზუსტად ამიტომ არის, რომ ყოველთვის გეუბნებით და გიწოდებთ იმისკენ, რომ მიიღოთ გადაწყვეტილება. Tra 18 giorni, se non vado errato, giusto Irma? Fra 18 giorni siamo alla formazione. Sì, 18 დღეში ვიქნებით აკადემიაში. Io spero di vedervi numerosi a quei 3 giorni che passeremo insieme, perché per me è un impegno grande venire in Georgia. მე ძალიან დიდი იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან ბევრს გნახავთ იქ. ჩემთვის ეს რა თქმა უნდა ძალიან დაკავებულია იმისთვის, რომ ჩამოვიდე თქვენთან საქართველოში. Ma più faccio questo, più creo sempre di più la mia identità. მაგრამ მიუხედავად ამ სირთულეების, რომ ჩემი საქართველოში ჩამოსვლა არ არის ადვილი, მიუხედავად ამ სირთულეების, რაც უფრო მეტად ამას გავაკეთებ, უფრო მეტად ვზრდი ჩემს იდენტურობას. Iscrivetevi alla pratica. აუცილებლად უნდა მიიღოთ მონაწილეობა და ჩაიწეროთ პრაქტიკულ საინფორმაციო სწავლებაზე. Perché è solo così che con la formazione e la pratica noi passiamo da consulenti a professionisti. ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ აი ამ ნასწავლი პრაქტიკული სწავლებებით გადავიქცევით კონსულტანტები პროფესიონალ ნეტვორკერებად. Noi stiamo costruendo dei professionisti. ჩვენ ქმნით პროფესიონისტებს. Professionisti motivati. მოტივირებულ პროფესიონალებს. E come già detto in un'altra Zoom, და როგორც უკვე ეს თქვი სხვა Zoom-ში, la motivazione si basa su 2 principi fondamentali. მოტივაციონე ეყრდნობა ორ პრინციპულ საფუძველს, ორ მნიშვნელოვან საფუძველს. I valori che una persona ha ღირებულება, რაც ადამიანს აქვს e le competenze. და უნარები. Le competenze, dovete imparare a fare questa attività. უნარები უნდა აუცილებლად ისწავლოთ, როგორ გააკეთოთ ეს აქტივობა. Un professionista non si distingue da ciò che sa. პროფესიონალი ადამიანი არ გამოირჩევა იმით, რაც იცის.
ma si distingue da ciò che fa con continuità. გამოირჩევა იმით, რას აკეთებს ყოველდღიურად. Ecco perché voglio chiudere questo mio intervento dicendovi che capaci non si nasce, capaci si diventa. აი, ამიტომ ეხლა მინდა გითხრათ ერთი რაღაც, რომ ადამიანი ყველა უნარით არ იბადება, უბრალოდ ხდება. Ma non potete diventare capaci senza una formazione specialistica. ვერასოდეს ვერ გახდებით ყველა უნარის მატარებელი ადამიანები, რაღაც გარკვეული იმ უნარის რაც გჭირდებათ, სწავლის გარეშე და განათლების გარეშე. E sappiate che nessuna formazione cambia una vita senza la pratica. და კარგად დაიმახსოვრეთ, აბსოლუტურად არც ერთი სასწავლო საინფორმაციო ტრენინგი არ შეცვლის თქვენს ცხოვრებას, თუ იმას არ გადმოიტანთ შემდეგ პრაქტიკაში. Perché sappiate che la conoscenza apre la mente. იცოდეთ, რომ რაც მეტი იცით, მეტად გახსნილი გაქვთ მენტალიტეტი. La pratica costruisce la competenza. და პრაქტიკა არის ზუსტად რაც აშენებს თქვენს უნარებს. La competenza genera fiducia. და აი ეს უნარები არის, რაც მერე ქმნის თქვენს დამაჯერებლობას, ნდობას. La fiducia costruisce la leadership. და ზუსტად აი ეს ნდობა არის მერე რაც აშენებს leadership-ს. bello, mi piace. Infatti, la leadership cambia il destino. და ზუსტად leadership-ი არის მერე რაც უკვე თქვენს ბედს მიმართულებას უცვლის. Ecco perché questo è un processo, è tutto collegato. ეს არის პროცესი, რომელიც მთლიანად არის ერთმანეთში შეერთებული. Ricordatevi che la donna e l'uomo di successo arriva a essere una donna e un uomo di successo perché ha capito, ha compreso i collegamenti della vita, ha capito come funziona. და ნებისმიერი ადამიანი, ქალი ან მამაკაცი, ნებისმიერი წარმატებული, იმიტომ ხდება წარმატებული, რომ გაიგო რეალურად, რას ნიშნავს აი ეს პროცესი მთლიანად. Ma lo ha imparato prima sulla formazione, poi sulla pratica. მაგრამ ისწავლეს როგორ? პირველი, რა თქმა უნდა, სწავლა განვითარებით, რომელიც მერე გადმოიტანეს პრაქტიკაში. Ragazze, ci vediamo in Georgia fra 18 giorni, eh. Vi voglio allineate e coperte perché saranno 3 giorni a tutto gas. შევხვდებით საქართველოში 18 დღეში და მინდა რომ მრავლად გნახოთ იქ და ერთი სული მაქვს როდის შევხვდებით. დენის. Un abbraccio grande e passo la parola al nostro Giuliano. Grazie Denis. Dovere. Ok, grazie Dennis, grazie Irma, buonasera. Te grazie Giuliano. Buonasera a chi mi conosce e buonasera a chi ancora non mi conosce. მოგესალმებით ყველას, ვინც მიცნობთ და მათაც მოგესალმებით, ვინც არ მიცნობთ. Siete numerose e questo è molto bello. Complimenti per la partecipazione. ბევრი ხართ Zoom-ში და კომპლიმენტი ჩემგან დასწრებისთვის. Sono anch'io molto orgoglioso e felice di poterci vedere di persona in Georgia. მეც ძალიან ამაყი ვარ და ერთი სული მაქვს როდის შევხვდებით თბილისში. E dopo questo intervento di Dennis, ovviamente non mi rimane che dare qualche rafforzativo su dei punti. და დენისის საუბრის შემდეგ, რა თქმა უნდა, მინდა მეც ჩემი მხრიდან მოგცეთ რაღაც გარკვეული ძლიერი რჩევები. E considerando l'esperienza di tanti anni, alla fine ciò che risulta prezioso è il tempo. ჩემი ძალიან მრავალწლიანი გამოცდილებით, თუ გადავხედოთ ჩემს გამოცდილებას, მივხვდი რომ ყველაზე ძვირფასი რაც გვაქვს ადამიანებს ეს არის დრო. Avremo modo di parlare dell'importanza del tempo e di quanto e di che valore ha il tempo. ჩვენ გვექნება ამის შესაძლებლობა აკადემიაზე, როდესაც შევხვდებით leadership start-ზე, სადაც ვისაუბრებთ ზუსტად ამ არგუმენტზე, რა მნიშვნელობა აქვს და რა ღირებულება აქვს დროს. Quando iniziai network marketing avevo 31 anni, oggi ne ho 65.
როდესაც დავიწყე network marketing-ი, ვიყავი 31 წლის, დღეს ვარ 65-ის. Sono passati tanti anni e proprio il fattore tempo mi mette questa sera in condizione di potervi dare due messaggi dall'esperienza. და ზუსტად აი ეს მთელი ეს გავლილი დრო მაძლევს იმის შესაძლებლობას და იმის უფლებას, რომ მოგცეთ რაღაც გარკვეული რჩევები. Quando si è davanti a una Zoom, a una riunione così imponente di oltre 200 persone, si hanno 200 pensieri, 200 teste che ti stanno ascoltando. როდესაც ვართ ესეთ Zoom-ში, სადაც არიან 200-ზე მეტი ადამიანი, წარმოიდგინეთ, რომ 200 ფიქრი არის, რომელიც გისმენს. Intendo che ognuno di voi ha iniziato questo percorso, chi poco tempo, anche magari qualche giorno fa e chi qualche anno fa, ed è qui questa sera insieme a noi. და ზუსტად ეხლა ამაში გულისხმობდი რას, თქვენ ხართ ეხლა ადამიანები, ვინ ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო აქტივობა, ვინ რამდენიმე დღის უკან დაიწყო აქტივობა და აი აქ ვართ ეხლა და ვისმენთ ამ ყველაფერს. Chi ha partecipato a Zoom, chi ha partecipato già all'Academy, sa di un fattore essenziale. ვინც უკვე დასწრებული არის სხვადასხვა Zoom-ებს და ზოგადად Alpha 7-ის აკადემიას, იცის უკვე ამას რა მნიშვნელობა აქვს. Non vedo più Giuliano, o sbaglio, Irma? Mi sentite? Sì, io vedo Giuliano, ma vedo che la connessione forse o di Giuliano o mia, non lo so. Sì, no, Ecco, è la mia, sì. ok, ok. Scusate. Forse ha perso la connessione, Giuliano. Adesso Sì, 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 sicuramente sì, sì. sì. Vabbè. Ecco qua, ho un sbalzo di segnale sul segnale wifi, ho dovuto cambiare wifi, Ah, scusate. ok, 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 ok. Eccomi qua. E dove ero rimasto, Irma, che mi avete sentito? Su cosa? Anche le persone che si sono le persone che hanno partecipato a Alpha 7 e altre Zoom sanno che significa, sanno essenziale di l'importanza Ok. di La cosa importante, Irma, è che ognuno abbia un motivo forte dentro nel suo cuore per essere qui. ma sono io o sento tratti? Non ho capito. Ok, ok, a posto, a posto, a posto. Mi Anche a senti me, adesso? anche a me sta parlando un po' la connessione. Sì, 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 Ah, sì. ok. No, dico, ognuno è qui per un suo motivo. სათითაო ადამიანი ყველა აბსოლუტურად ეხლა ხართ თქვენი პირადი მიზეზით. E può anche essere che ancora non sa davvero perché è qui. და დარწმუნებული ვარ, შეიძლება ეხლა იყოთ ადამიანები, რომლებიც არც კი იცით რატომ ხართ აქ. Quindi ho iniziato parlando del tempo, del concetto del tempo, და დავიწყე დროზე საუბარი e arrivare al punto che poi Dennis ha detto questa sera, ha dato tante informazioni, ma ha enfatizzato il fattore pratico, cioè ci vuole l'attività pratica. და აი რატომ დავიწყე ხა დროზე ლაპარაკი, მართალია დენისმა ძალიან ბევრი ლაპარაკა და ახსნა თუ რა მნიშვნელობა აქვს პრაქტიკას ამ ჩვენს აქტივობაში, დიდი მნიშვნელობა აქვს. Quindi il fattore prioritario è sapere perché sono qui, qual è il loro scopo, და ნახე პირველი რაც არის პრიორიტეტი, უნდა იცოდეს ადამიანმა აუცილებლად რატომ არის აქ. e sapere esattamente quello che c'è da fare. და რა თქმა უნდა იცოდეს აუცილებლად რა აქვს გასაკეთებელი. I social network hanno un grande vantaggio, ma hanno anche un punto critico, che come ha detto Dennis, ci sono troppe informazioni. სოციალურ ქსელს აქვს ძალიან დიდი სარგებელი დღეს, მაგრამ ამავდროულად არის ძალიან კრიტიკულიც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინფორმაციაა გაცემული. Quindi quando Dennis ha parlato di efficacia, და
როდესაც დენისმა ილაპარაკა უნარებზე, vi dico che questa attività si fonda su due grandi pilastri. და მეც ვადასტურებ ამას, რომ ეს აქტივობა ეყრდნობა ორ ძალიან დიდ კედელს. Voi potete pensare a mille altre cose, ma sono due fondamentali. თქვენ შეგიძლიათ 1000 რამეზე იფიქროთ, მაგრამ დარწმუნებულები იყავით, რომ აქ არის მხოლოდ და მხოლოდ ორი მნიშვნელოვანი კედელი. La vita di Essence Tribe, la vita di Shogun, può esistere solo se succede un fatto principale, il primo, E seconda, è così. il primo fattore è vendere. I Პირველი prodotti vanno venduti. პირველი ეს არის ზოგადად ჩოგანი ესენს ტრაიბი, ანუ შექმნა შენი გუნდი და მეორე რა თქმა უნდა გაყიდვები. Se non si vende, l'azienda non può esistere. თუ არ იყიდება პროდუქტი, კომპანია არ იარსებებს. Se qualcuno di voi è entrata in questo progetto perché qualcuno gli ha detto che non serve vendere, vi dico subito, sarebbe un'informazione sbagliata. თუ ნებისმიერი თქვენთაგანი შემოხვედით ამ პროექტში და გითხრეს, რომ არა აქ გაყიდვები აბსოლუტურად არაფერ შუაშია, მინდა გითხრათ, რომ ძალიან არასწორი ინფორმაცია მიიღეთ. Che cosa impedisce a voi di fare almeno un colloquio di vendita al giorno? რა გიშლით ხელს იმაში, რომ მინიმუმ ერთი გასაუბრება მაინც გააკეთოთ დღეში. Togliamo tutta la montagna di informazioni, andiamo sul pratico, sulla cosa a prova di stupidità o di incapacità di comprensione. საერთოდ არ ვილაპარაკოთ ძალიან ბევრი ინფორმაციებზე, უბრალოდ პრაქტიკულ მაგალითებზე ვილაპარაკოთ. Dovete diventare forti nella vendita. უნდა გახდეთ ყველაზე ძლიერები გაყიდვებში. E come ha detto Dennis, non si diventa forti facendo un appuntamento ogni mese. და როგორც დენისმა თქვა, ვერ გახდებით ძლიერები, მხოლოდ და მხოლოდ თუ გააკეთებთ ერთ შეხვედრას თვეში. Non è per tutta la vita, è per un periodo iniziale dove si impara a vendere il prodotto. და ეს თქვენ არ უნდა გააკეთოთ მთელი ცხოვრება, ეს უნდა გააკეთოთ დასაწყისში, რომ თქვენ კარგად ისწავლოთ, როგორ უნდა გაიყიდოს პროდუქტი. Senza tanti giri di parole, è logico. ეს ყველა ვილაპარაკებთ ძალიან ბევრს ამაზე რომ ვილაპარაკოთ, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკა. Quando divento forte nella vendita, sarò forte ad insegnare ai miei consulenti a diventare forti anche loro. მე როდესაც ვისწავლი და გავხდები ყოჩაღი გაყიდვებში, რა თქმა უნდა, მე შემეძლება რომ ჩემს თანამშრომლებს ვასწავლო გაყიდვები და ისინიც გახდნენ ესეთი ძლიერები. Senza questo presupposto, vi dico, non funziona, non funzionerà l'Academy, non funzionerà niente. ამის გარეშე არასოდეს არ იმუშავებს არაფერი, არც აკადემია და არც არაფერი, საერთოდ არაფერი. L'Accademia è avere in mano i strumenti per rafforzare la vendita. აკადემია არის გქონდეთ ძალიან დიდი ხელსაწყო იმისთვის, რომ გააძლიეროთ თქვენი გაყიდვები. Sapete quanti network in 35 anni abbiamo visto io e Dennis nascere e morire? იცით რამდენი ნეტვორკი ვნახეთ მე და დენისმა ამ 35 წლის განმავლობაში, როგორ დაიბადნენ და როგორ გარდაიცვალნენ? Prodotti eccezionali, prezzi interessanti, ძალიან კარგი ფასებით, packaging straordinario, შეფუთვაც ძალიან კარგი, ma non c'erano i venditori che andavano ogni giorno a vendere. უბრალოდ არ ყავდათ გამყიდველები, რომლებიც ყოველდღე გაყიდიდნენ პროდუქტს. E quando non ci sono i risultati, succede qualcosa che purtroppo è molto spiacevole. და როდესაც არ არის ზოგადად შედეგები, ნუ რა თქმა უნდა, არასასიამოვნო რაღაცები ხდება. Nascono i conflitti tra consulenti.
კონფლიქტები იბადება თანამშრომლებს შორის. Se voi siete impegnate tutti i giorni con un appuntamento, vi posso garantire che non dipenderete da nessuno. თქვენ თუ გექნებათ ყოველდღიურად მინიმუმ ერთი შეხვედრა და იქნებით ფოკუსირებული ამ შეხვედრაზე, დარწმუნებულები იყავით, რომ აღარავის აღარ იქნებით დამოკიდებული. Quindi quando non c'è un risultato, perché non c'è un lavoro pratico, nascono le problematiche. იმიტომ რომ თუ არ არის რაიმე გარკვეული შედეგი, იმიტომ რომ არ მუშაობს ადამიანი, ზუსტად იქ იწყება მერე რაღაც გარკვეული პრობლემები. E molti network sono caduti perché i consulenti, invece di andare a vendere, cercavano le scorciatoie, shortcut. ძალიან ბევრი ნეტვორკი, იმიტომ დაიშალა, რომ სამწუხაროდ თანამშრომლები იმის მაგივრად რომ წასულიყვნენ და გაეყიდათ, ეძებდნენ რაღაც ფეხწამოსადებებს ყოველთვის. Cioè, quindi è bene che sia chiaro per voi, come dovrà essere chiaro per i vostri nuovi consulenti, che questa è un'azienda dove è basata sulla vendita di prodotti. და მე მინდა რომ კარგად გაიგოთ და კარგად შეიცნოთ ეს ფაქტორი, რომ ეს კომპანია არის დაფუძნებული პროდუქტების გაყიდვაზე. Questa è la verità. ეს არის სინამდვილე. Diventate bravi a vendere. გაყოჩაღდით გაყიდვებში. Perché io e Dennis e Irma e le sue consulenti che hanno esperienza sanno per certo hanno un fatto. ყველამ აბსოლუტურად ვინც არიან კონსულტანტები, ვიცით დარწმუნებით, che è difficile diventare bravi guide se non si ha l'esperienza della vendita. ჩვენ დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ ძალიან რთულია გახდე ხელმძღვანელი და წინამძღოლი ნებისმიერ საქმეში, თუ არ გაქვს გამოცდილება ზუსტად იმავეში. E come ha detto Dennis, nessuna persona è stupida. როგორც დენისმა თქვა, არც ერთი ადამიანი არ არის შტერი. Noi sappiamo il grande limite dei consulenti. ჩვენ ვიცით კონსულტანტების ძალიან დიდი ლიმიტი. È la paura. La paura di contattare le persone. ეს არის შიში იმის, რომ დაეკონტაქტოთ ადამიანს. La paura di fare una telefonata e invitare una persona. შიში იმის, რომ აიღო ტელეფონი, დაურეკო ადამიანს და მოიწვიო პრეზენტაციაზე. La paura che mi possa dire che non gli interessa. შიში იმის, რომ ვაიმე რომ ითხრას, რომ არ მაინტერესებს. E allora la paura ci fa fare cose veramente incredibili. და ზუსტად ეს შიში არის, რაც გვაკეთებინებს რაღაც დაუჯერებელს. Quindi invece di chiedere un aiuto all'upline, aiutami che ho la paura di ricevere il no, ci si nasconde. და რას აკეთებენ ხშირად ადამიანები იმის მაგივრად რომ მივიდნენ და თხოვონ თავიანთ აპლაინებს რომ დაბეხმარე მიჭირს რაღაც გარკვეული მოქმედების გაკეთება, განან და იმალებიან. Vero? Purtroppo. Ci si nasconde con tante scuse. იმალებიან ძალიან ბევრი მიზეზებით. Ma dopo dentro c'è un senso di colpa. და აი შინაგანად მერე არის ხოლმე ძალიან რაღაც დანაშაულის გრძნობა. E questo così funziona il cervello umano. და ზუსტად ეს არის, რაც არის მოწყობილი ადამიანის გონება, ტვინი. Facciamo come i bambini si nascondono. როგორც ბავშვები ისე ვიქცევით, ბავშვები რას აკეთებენ? ბავშვები იმალებიან. Questa attività vi farà diventare adulti. ეს აქტივობა გაგზრდით. Un adulto è colui è una persona che sta in piedi sulle sue gambe. დიდი არის ადამიანი, რომელიც თავის ფეხებზე დგას. Vero. მართალია.
quando eravamo bambini, almeno io non vedevo l'ora di diventare un diciottenne. Anche io dicevo le bugie. Io dicevo proprio. როდესაც ბავშვი ვიყავი, ერთი სული მქონდა გამხდარიყავი 18 წლის. E quindi dicevo, io così sarò indipendente, vado a vivere da solo, non იმიტომ mi, რომ non mi- ფიქრობდი, ესე ვიქნები დამოუკიდებელი, წავალ და ვიცხოვრებ მარტო, avevo 12 13 anni quando mi chiedevano quanti anni hai, dicevo 18, 19. certo, Perché volevo essere. certo. Eh. E adesso che siamo oltre i 18 anni, ci comportiamo come dei bambini che vogliono, che hanno bisogno di dipendere da qualcun altro. სანამ გავხდებოდით 18 წლის გვინდოდა რომ ყოფილიყავით დიდები, მაგრამ როდესაც გადავწდით 18 წლის ასაკს, სამწუხაროდ იქცევით ბავშვებივით და გვინდა რომ სხვაზე ვიყოს დამოკიდებულები. Quindi io adesso mi fermo qui perché poi avremo modo di approfondire anche con l'Academy, andiamo più in profondità di tutto questo. მე აქ აღარ გავაგრძელებ, იმიტომ რომ დროც ამოიწურა. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე აკადემიაში უფრო მეც ვისაუბრებთ და უფრო სიღრმისეულად. Ma questo meeting di agosto deve servire per fare una grande riflessione. და აი ეს შეხვედრა, რაც ახლა გავაკეთეთ, აი ამ აგვისტოს დღეს, უნდა იყოს თქვენთვის ძალიან ძალიან დამაფიქრებელი. Non cercate le scorciatoie. არასოდეს არ მოძებნოთ ფეხწამოსადები რამე. Un appuntamento al giorno vi renderà forti, autonomi e sicuri di voi da poter insegnare ai vostri consulenti come si fa. ერთი შეხვედრა დღეში, ერთი გასაუბრება დღეში, გაგხდით ძალიან ძალიან ძლიერებს, რომელიც მერე მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ თქვენ თვითონ დამოუკიდებლად მართოთ ეს ყველაფერი. Quindi il processo del network marketing dice: diventa forte nella vendita, credi nei prodotti che tu vendi e moltiplicalo con altre persone. Network marketing-ის პროცესი ესეთ რაღაცას ამბობს, გახდი ძალიან ძალიან ყოჩაღი გაყიდვაში, გადაამრავლე ეს გაყიდვები შენს თანამშრომლებზე. L'ultimo cosa hai detto? Mi sono persa, Giuliano, scusami. Moltiplica? Aiutare, Ok. moltiplica con la filosofia che avete Ok. vissuto di fare appuntamenti. გადაამრავლე, ასწავლე შენს კოლაბორატორებს, რაც შენ გააკეთე და ეს არის თლიანი საქმე, რაც უნდა გააკეთეთ. Ok? Ci vediamo all'Academy, numerosi, შევხვდებით e თბილისში, vi auguro un grande agosto di შევხვდებით riflessione. თბილისში და დარწმუნებული ვარ, ბევრი ვიქნებით და გისურვებთ ძალიან ძალიან კარგ აგვისტოს თვეს. Giuliano, io ti ringrazio di nuovo, non smetterò Un mai di piacere. ringraziarvi, veramente tu e Giuliano siete un valore non aggiunto, ancora di più, e grazie per il vostro supporto. Veramente, infatti, prima che scrivevo a Denis di chiedere una Zoom perché ci tenevo tanto, prendevo il telefono, dire e non dire perché mese di agosto, no? Però sai già come ci tengo della mia squadra e veramente siamo bravi, senza mi tolgo capello perché mese di agosto siamo sul pezzo dalla mattina fino alla sera e veramente ci voleva per dare ancora più gas. Ci voleva. Irma, aggiungo una cosa Sì. che reputo importante. Nell'agosto del 1992, era agosto, poco più tardi di questo periodo, Dennis mi fece un contatto diretto per propormi il business del network marketing. Era agosto. ზუსტად აგვისტოს თვე იყო, როდესაც დენისმა შემომთავაზა ეს აქტივობა და დაიწყე გადავდგინა ბიჭი ამ ინდუსტრიაში. Sì, mese di agosto è un mese. Quindi sono tutti i mesi importanti, tutti i mesi, però dico agosto è un mese dove si possono aumentare anche i contatti. Esatto, sì. აგვისტო არის ყველა თვე აბსოლუტურად მნიშვნელოვანია, მაგრამ ამბობ ჯულიანო, რომ აგვისტოს თვე არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შეგიძლია მოუმატო კონტაქტებს. Quindi tanti contatti.
Grazie. აბა თქვენიცით ძალიან ძალიან ბევრი კონტაქტები. დიდი მადლობა ყველას დასწრებისთვის. ჩემთვის ძალიან emozionale იყო მომენატრა. Albat un po' che non ci vediamo, veramente anche io mi sono emozionata perché mi mancava tanto il nostro appuntamento e ci vediamo a Tbilisi. Șertebit. Irma, Șertebit tenis. Irma, Eccomi. vabbè, do un saluto anch'io, Sì, grazie Giuliano, grazie a tutti quanti voi. E metto in chat questo processo che secondo me, sì. questo processo è, qua bisogna lavorare. Quello che ho detto prima alla fine del mio intervento. La Ah, eccolo qua. conoscenza Sì. apre la mente, la pratica costruisce la competenza genera fiducia, la fiducia costruisce la leadership e la leadership cambia il destino. Dovete farne un mantra. Pratica, ci vuole, imparo una cosa, la metto in pratica 1000 volte, subito però, no fra 1000 anni. დენისმა დაგვიტოვა ჩატში და გამოგიგზავნით ჯგუფში აუცილებლად გადათარგმნის ქართულად და ამბობს ეს არის პრაქტიკა, რაც უნდა გააკეთოთ ყოველდღე 1000-ი, ოღონდ არა წლების განმავლობაში, დასაწყისში. Ci vediamo in Georgia. Un Ci abbraccio vediamo, ci grande. vediamo in Georgia. Grazie, Ciao grazie a Stefano, tutti. ciao a tutti. დიდი Ciao მადლობა Mizia. ყველას და ნახვამდის. Ciao Mizia, ciao a tutti. Ciao Super Irma.